აგვისტოს ომამდე 90-იანი წლები და სხვა აბედითი პერიოდები აქვს ჩვენს ქვეყანას გავლილი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რამდენი სოფელი დარჩა იქით მხარეს ოკუპირებული და აგვისტოს ომის მერე რამდენად გაიზარდა ეს მაჩვენებელი? სტატისტიკას აწარმოებთ თქვენ. კი, მე მაქვს ეს ელექტრონულად და შემდგომში მეტყვით მეილზე გადმოგზავნი, ზეპირად გეტყვით რაც ავრიცხეთ ჩვენ ამაზე იმუშავეთ, იმიტომ რომ რთული რა არის, იცით, იყო ზოგი ნასოფლარი, ასე ვთქვათ და სოფლის სტატუსი აღარ ქონდა ეს ადრევე. ზოგი აღწერაში ჩაწერეს მაინც, ზოგი იყო სოფელი და იქ იყო უბანიც. ანუ ის სოფელი ჩაწერეს და იმ უბნის სახელით სოფლად, ანუ ცოტა გაბევრდა და ჩვენ გავიარეთ თითოეულ მუნიციპალიტეტებთან ეს საკითხები, ვინც ადგილობრივები იყვნენ და მაქსიმალურად სწორედ რომ დაგვეთვალა, ასე ვთქვათ, 363 არის 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე დაკარგული მთლიანად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და 111 არის უკვე 2008 წლის მერე სოფელი დაკარგული. უფრო მეტი რაოდენობა არის ახალგორის და ახალგორის მხრივ დაგვჭირდა ცოტა ხანძლივი მუშაობა თვითონ ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომელიც ადგილობრივები არიან, წეროვანში ზიან, მათთან მქონდა უშუალოდ ეს აი ესე კომისიასავით გააკეთეს და თითოეულ სოფელს გავდიოდით სახელებით და იმით. და საერთოდ ჯამში 111 არის 2008 წლის მერე დაკარგული. 111-ით მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი დაკარგა საქართველოს ამ ომის შედეგად. და ყველაზე დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არის დროებით.